კულტურის მინისტრის ახლად დანიშნული მოადგილის იური მეჩეთოვის გადადგომის მოთხოვნით დღეს საგანგებო განცხადება ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი ღლონტმა სააგენტო ფრონტ ნიუსის პრეს-კლუბში გააკეთა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელშიც ცნობილი ფოტოგრაფი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს, ღლონტი შეურაცხყოფელად მიიჩნევს და მეჩეთოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. პეტიციაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 70-მდე ადამიანი აწერს პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას სთხოვენ, გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ იური მეჩეთოვმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში გურულების, მეგრელების, აჭარლების და სრულიად საქართველოს წინაშე ნათქვამი ამ მიმართვაში. მე მინდა ასევე მიმართო თქვენი ეთერის საშუალებით ბატონ მეჩეთოვს და ვიდრე გურულდა ურჩიო მას ძალიან ადამიანურად, ძალიან ცივილურად, რომ ვიდრე გურულებზე აუგსიტყვის გაიხსენოს მან ანა კალანდაძე, ეგნატე ნინოშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოდარ დუმბაძე, პავლე ინგოროყვა, ზაურ ბოლქვაძე, აკაკი ბაგრაძე, ვახტანგ ჭელიძე და კიდევ ბევრი ღირსეული ქართველები, ღირსეული გურულები, რომელიც ამ პატარა კუთხეში გაიზარდა და ამ პატარა კუთხიდან ასახელებდა ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სასახელო წარმომადგენლები.